31 მაისის დილას სიახლეების სქროლვისას ფოტო მხვდება. ძალიან ნაცნობი ვიზუალის კაცი ყავს დაკავებული სუსს. აღწერაში წერია, რომ ამ კაცს უცხო ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან. ნიუსში სახელი და გვარი მითითებული არაა. რასაც წაყენებული ბრალის ტექსტში ვკითხულობ, ერთ-ერთში გავს ჩვენ სტატიას, რომელიც 2025 წლის სექტემბერში გამოვაქვეყნეთ. ეგრევე მივხვდი, რომ სუსმა გულბაათ რცხილაძე დაიჭირა, საქვეყნოდ ცნობილი პრორუსი. სუსამდე ჩვენ ვამბობდით, როგორ შემოჰქონდა რცხილაძეს რუსეთიდან ფული ქეშად, როგორ აპიარებდა რუსულ იდეებს საქართველოში, როგორ აშენებდა ქსელს და ეს ყველაფერი დოკუმენტურად გვქონდა დადასტურებული. რცხილაძის საქმიანობაზე მასალა რუსული სამთავრობო ფონდიდან გამოჟონილ დოკუმენტებში ვიპოვეთ. კარგია, რომ სუსმა 9 თვის მერე მაინც გააკეთა ის, რაც ძალიან ადრე უნდა გაეკეთებინათ. ამ ამბის გამო თუ გადაწყვეტ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ღირს, მაშინ გადმოდი ამ მისამართზე და სიმართლის გულშემატკივრების რიგებს შემოუერთდით. გაგვაოცეთ მხარდაჭერით, რომ მერე ჩვენ ჟურნალისტური გამოძიებებით გაგაოცოთ.